საკმაოდ აგრესიულები, პროვოკაციის გარეშეც არიან. 800 კილო, ძლიერი აფრიკული ხარები, რომლებიც ათასობით გიგანტურ ჯოგებად გადაადგილდებიან. გაუმტარი კუნთის მასა და რქები. აფრიკაში მხოლოდ ყველაზე დიდ მტაცებელს შეუძლია ხარის დამარცხება. და მათაც იციან, რომ ჯოგთან დაპირისპირება უაზროა. უფალოები ლომებს უბრალოდ გადათელავენ თუ ეს საჭირო გახდება. როგორც წესი ორივე მხარე ნეიტრალი და წინარჩუნებს. ზამბიის მშრალი სეზონის დასასრულს მინდვრები ტვერით ივსება. ხარებისთვის ეს გაუთავებელ საძოვრების ძიებას ნიშნავს. ტემპერატურა 50 ცელსიუს გრადუს აღემატება. დასრული ხარი ტოვებს ჯოგს და მარტო დაეხედება საკვების ძიებაში. საერთოდ ლომები ასეთ სიცხეში არ ნადირობენ, მაგრამ ასეთი შანსის გაშვებაც არ ღირს. მათ რაც შეიძლება მალე უნდა დააგდონ ხარი, რომ არ გადახურდნენ. ჯოგის გარეშეც ხარი ძლიერი მეტოქეა. მას შეუძლია ძლიერად დააშაოს ან მოკლას კიდეც ლომი. ლომები გადახურების პირას არიან, მაგრამ როგორც იქნა ხარი დაეცა. მაგრამ მასიური ხარი არ ნებდება. მიუხედავად ყველაფრისა, ლომების ზონისა და ჭრილობებისა, ის წამოდგა და ახლა როლების გაცვლის დრო დგება. ლომები დაღლილები არიან. 20 წუთიანი ბრძოლის შემდეგ მხოლოდ ხარს შერჩია ძალა ყველაფრის დამთავრებისა. ასეთი ექსტრემალური სიტუაციები გაშლილ სივრცეში დაცებელსა და მსხვერპლებს შორის ყველაზე რთულ ამოცანას წარმოადგენს.